საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეთრინ ეშტონი უმასპინძლებს. მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი შტეფან ფულე და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტერიალის დაწყებამდე მაია ფანჯიკიძე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. ფანჯიკიძის განცხადებით დღევანდელი მინისტერიალი მიმდინარე წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი სამიტისთვის ეფექტური მომზადების შესაძლებლობაა. დღეს იგეგმება ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ნატალია საბანაძის შეხვედრა და წმუნებათა სიგელების გადაცემა ევროკომისიის პრეზიდენტთა ჯოზეფ მანუელ ბაროზოსთან. რის შემდეგაც ნატალია საბანაძე ელჩის რანგში მუშაობას ოფიციალურად შეუდგება. საქართველოს დელეგაცია გავამახვილებთ ყურადღებას იმ მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა ბოლო 3 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში მოხერხდა ასოცირების ხელშეკრულების და მისი შემადგენელი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობის დამთავრება, აგრეთვე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ძალიან სერიოზული ნაწილის დასრულება ვილნიუსის სამიტამდე და გამოვთქვამთ იმედს, რომ მოხდება ამ ხელშეკრულების პარაფირება ვილნიუსის სამიტამდე. ძალიან ესეთი დიდი და ფართომასშტაბიანი მუშაობა ჩასატარებელი როგორც ორმხრივი მიმართულებით, ასევე ევროკავშირის მიმართულებით, მაგრამ გასაგებია რომ ახლა ვილნიუსის სამიტამდე მთავარი პრიორიტეტი იქნება მომზადება ვილნიუსის სამიტისთვის, მუშაობის ჩატარება ბრიუსელის სხვადასხვა სტრუქტურებთან, მათ შორის ევროპარლამენტთან.